დილამშვიდობის კაია სიგრილი ძალიან მაგარი სიგრილია მოგელია სიწყნარიც გვაქვს ახალი მოვასწრო რაც რომ კაია სიგრილე სისუფთავე სიწყნარე სიმშვიდე ხმები გესმი რასმერც მადლობა უგებისათვე ჯერჯერო სიგარეტისთვის მიდევს ოღონ მე არ ვეწევ გიგა ეწევა აქ და გიგა ეწევა მარტო ცდილობ თებზე უთო და ფენი არ გავიკარო რადგან ცოტა თმის სვენას ხელს უწყობს გამოვიტანო სკამი და დავჭიდოთ აი სკამები რომ ვიყიდე ამ გამომადგა სანამ სიწყნარია ხანი აქ იქნები და მე შევიდეთ იქით და თან მე გიგას გავუმზადო რა მაინც მანქნების ხმა, მაგრამ ისე ძალიან არ აღჭერდა. და უცნება მქონდა, რომ ხვეულითო მქონოდა. გოგობის ასაკსო. და რას არ ვიკეთებდი რაღაცეებით, რომ გახსოვთ თუ წინ არ ვიცი ვის ახსოვს. ყოველ შემთხვევაში ჩვენ ვაკეთებდით ასე. პლეტაზე გავახურებდით ატვიორკას. და იმაზე დავახვევდით თმას და ასე დავიხვევდით სპირალებივით. მე რამდენჯერ ნაკაკეთებო. ხუთა. სულ მინდოდა რომ ქონოდა ხვეული. ეხლა მოვიწი ასე, მაგაზე გამახსენდა. ძნელი მოსავლელია ხვეული თმა, მაგრამ ლამაზია. ისეთი გემრიელია, როდის ოთახ შესვლა არ მინდა. აქ წინ არის ხილბოსნის მაღაზია. მე ახლა ხილს და ხილბოსნეულის მაღაზია. ხილს და ბოსნეულს ამირან მიზიდავს ყოველ დღე, სადაც ბაზარშია, რა. ისა კაი მაღაზია არის, ყველაფერი კაი აქვს მართლა. ეხლა პიტავი კიდე ჩანს და უყურებ უკვე ამ დილით 8 საათს 9:00 9:00 ხდება. უყურებ და ამ დილიანად ყავთ ხალხი, ყიდულობენ. საფოლში მაგაზე მეტი რა უნდა ჭამო. საზამთრო, ნესვი, ხილი, კამპოტი, ყველაფერი ასეთები მირჩევნია. და ცივი საჭმელები ცხელს, მაგრამ ამირანი არ შეჭამს, ცივს არ აქვს. საჭმელს არ შეჭამს. ცხელი საჭმელი უნდა დუღდეს კარგად. ნახეთ როგორი ღრუბელია. ნახეთ რა ლამაზი ღრუბელია. ძალიან ლამაზიცაა.
შევიდეთ ახლა შიგნით. რამე გავაკეთე. უცებ ახლა გიგას გავუკეთებ. ჩვენ ვეძახით პიშკებს. არ ვიცი. ზეთში გამომწვარი, ზეთში შემწვარი. გავამზადე ახლა ცოტა წყალში, ოდნავ მარილი, დროჟი და ქვილი. ამ სისქის წომი. გავამზადე პუდრი, შაქრის პუდრი, ზემოდან მოსაყრელა. ახლა ცოტა ლომად ზეთიც დავწვი უკვე და თითო კოს ჩავყრი ახლა შიგნით. ამას ადრე ტაფაში ვაკეთებდით და უფრო ის იყო რთული, იმიტომ რომ ბევრზეც იწოვდა და ასე ბევრში ჩქარა შეიწვება და ბევრს აღარ შეიწოვს. მობეზრდათ უკვე ჩემთან საჭმელები. აღარ უნდათ, ესეც ტკბილია განა, მაგრამ ვითომ განსხვავებული. ცომეულიც აღარ უნდათ, ტკბილიც აღარ უნდათ. რაც ჩამოუთვალე დღეს რა შეჭამეთქი, არც ერთიზე კი არ მითხრა და დღეს უცებ თქვი რომ მოდი გავაკეთებ ამას. და კი შევჭამო. იმიტომ რომ ცოტა განსხვავებული არ გამიკეთებია დიდი ხანია. თმები რომ ავიწიე იქ სველი თმები და ჩავიხვიე, იყოს ასე ფორმას მიიღებს უფრო კაია თან ეხლა საჭმელთან და იმასთან მაგის დროც არ მაქვს რომ მივხედო და მერე გავაკეთოთ სადილე. ვიცი ეხლა ასე მიხდება თუ არ მიხდება, მაგის ნერვები არ მაქვს. იყოს. ზოგჯერ ასეც შეიძლება. მერე გავაკეთოთ სადილი, რადგან პომიდორი ცოტა ბევრი მაქვს სახში და არ გავაფუჭო. იმდეს ვერ შევჭამთ ახლა და ტყილა უნდა გამიფუჭდეს, ამიტომ გავაკეთებ პომიდორში და ბულგაროში ხახში ჩაწყობილ ხორცს. ეს მერე სადილისთვის ამას რომ მოვრჩევი, მერე გავაკეთოთ. ახლა ესენი გამოვაწყოთ. ფერის მისაცემად წიკვის შაქარიც ჩავუმატე, რომ უფრო კარგად გაწიფდება. ხო, ცომი რომ გავაკეთეთ, ცოტა ხანი გავაჩერე, რომ წამოვიდეს დროჟი. და შიგნით არ დაცომდეს იქ და იყოს ფუნფულა. ცოტას ვაკეთებ, ბევრი რომ დარჩეს, მე ამას ცივს მინი არ შეჭამს. სიცხე რომ არის თავისთავად აღარ უნდათ ჭამა. ცივ რაღაცეებს ეძებენ და ცივი დასასმელები, ცივი საჭმელები, მაგრამ ამირენადგან არ ჭამს. ცივ საჭმელს არ ჭამს და ცივ დასალებებს კი ნებისმიერ. საჭმელს ცივს არაფრით არ შეჭამს. იმას წესი აქვს, ნებისმიერი საჭმელი უნდა დუღდეს თეთრზე რომ გადმოიტანო. ისეთი ცხელი უნდა იყოს. ოდნავ რომ სიგრილე კონდეს და ცხელი არ იყოს, ისეც არ შეჭამს არაფრის დიდებით და მაინც რაღაცა უნდა გავაკეთო გასთან. ახალ პარზე გადავიტანოთ, რა. გაკეთება ნამდვილად არ მეზარება არაფრის. მე მეზარება რა, როცა გავაკეთებ და მე ჩემთან ეგ პრობლემა არ არის. რაცაც ვაკეთებ იჭმება მართლა. ყველაფერი ახლა გულშინ წირო მულეტი გავაკეთე, ორი ნაჭერია დარჩენილი. ეს ბულკები ამოიჭამა, თქვა ჩემთან განა იჭმება, თან ბევრიც არ ვართ, მაგრამ ჭამთ.
არს მეზარება გაკეთება და ზოგადად მეზარება ის რომ რასაც რომ გააკეთებ ეს არ მინდა, ის არ მინდა და ამიტომ ვცდილობ ყოველთვის რომ გავაკეთო ისეთი, რასაც ჭამენ და თუ არ შეჭამენ, ეხლა ტყუილა რა აზრია გააკეთო და დადო. ამას ეხლა შაქრის პუდრთან შეჭამს გიგა და ამირანს უყვარს თაფლთან, მურაბასთან ისე შეჭამს. ის რომ მოვა მერე მიკროტალღურში შევაცხელებ ისევ და ისე შეჭამს. თუ გეიტყვის რომ კიო რატო წვალობ ამით იმდენარი მოსატრიალებელი გენი მაქვს და ისა გინდა ასეთი გინდა და რატო წვალობ ერთე რატო არ ვასვენებ ჩემ თავს ეს გიგა ადრე მიდის ეთყობა საქმე აქ ეთყობა და ადრე გაიღვიძა აი ნახეთ როგორია კარგად თუ ჩანს ნახეთ და ფუმფულაა შიგნით ხელა მეგობრებო, ხელა, მაგრამ ისე ძალიან არა, თორემ ამინდი გვაქვს ცხელა და მე კიდე სულ გასთან ტრიალებ, მაგრამ არა უშავს. დიასახლისობა აბა როგორ თუ არ გააკეთე. აბარისთვის ვარ სახში, თუ არ გავაკეთე და თუ არ ვაჭამე და არ მიხედე. ისთვის ვარ აბა. ხო, ცხელა და ცოტა რთულია, მაგრამ გუშინო ფილავი გავაკეთე მე საღამოს ამირანმა ჭამა და უკვე ერთი კოვზი რაღაცა დატოვეს არ ვიცი ერთი კოვზი გამოვა არის შეიჭამა და ასე ცოტ-ცოტას რომ ვაკეთებ და ყოველდღე ვაკეთებ ასე იჭმება მეორე დღეს შეიძლება შეგიჭამონ რაღაცა და მესამე დღეს ჭამონ გამორიცხულია არავინ არ ხა ტკბილზე არ ვლაპარაკებ საჭმელზე. ვერზეთში რომ ჩაყრე პირიქით უფრო არ დაჭირდება ბევრი ზეთი და უფრო არ მოყვება ცხენი. ვიდრე ცოტა ზეთში. ცოტა ზეთში ძლივი სიწვევა და სულ ცხენი შედის შიგნით. ნახეთ როგორია უღულები. მოდით ასე გაჩვენო. ესეც ყველას ეცოდინება და ეგეც არ არის რამე განსხვავებული, ჩვეულებრივია. პუდრიც მოუყარო ზემოდან. ნახეთ, ლამაზიც არის და გემრიელიც არის. წვენიც მაქვს. შენივრად მიერთმევს ახლა. გიგამზადა, შეგიძლია მოხვიდე. მე ისევ ამ ფორმაში ვარ, რადგან ბარემ მოვიმთავრა ეს საჭმელებიც და მერე მივხედავ ჩემ თავს. ხო, ეხლა გავამზადე მე 5-6 ცალი პამიდორი. ამოვჭერი ასე დავჭერი, რომ კანი უფრო ადვილად გაეცლება. დავას ხო, ადუღებული წყალი. გავაჩერებ ცოტა ხანს. მერე დავჭრი ხახს, ნიორს და სტაფილოს. გამზადებული მაქვს ბულგარული
გამზადებული მაქვს მწვანილი ცოტა, მე ბევრი არ მიყვარს. ცხიმს ჩავასხამ ახლა აფაზე. ბევრი არა. ხმელი ქინძი, სვანური მარილი და პერპილი. და მაქვს ხორცი მოხარშული და შენახული. ამ პამიდორს, ამ ყველაფერს რომ ჩავაშუშებ, ხორცებს ჩავაწყობ შემოთ და ცოტას გადავაცხელებ. მე ახლა რადგან ყველა ვიდეოში მაქვს ნათქვამი რომ ჩემთან ხახვს არ ჭამს გიგა და ამიტომ მე ხახვი უნდა დავაჩოფერო ამ წუთას, რომ გადავხრა. ხო და ტომატიც მეგობრებო, ტომატი აუცილებლად. ზოგჯერ ვაკეთებ პაპრიკით. არა, რა ვიცი, რატომღაც ცოტა ტომატი მირჩევნია, მაგალითად ეხლა ამაში. სულ ცოტა ტომატი. ზეთი აღარ მინდა, მაგრამ იყოს აქ მე ავალაგებ. იმედია შუქი არ ჩაქრება როგორც ამაზე წინ. საჭმელს გაკეთება რომ დავიწყე და შუქიც ჩამიქრა. თამტოლმას ვაკეთებდი იმ დღეს. ესეც არ არის უცხო და რამე განსაკუთრებული საჭმელი, მაგრამ რადგან ვაკეთებ, გავთიშავ ახლა. რადგან ვაკეთებ, გაჩვენებთ. გავთიშავ რომ ხმამ არ შეგაწყოთ. აი, სუსტად 1 წუთში ხახვი დაამუშავა. არ არის ან წვენიანი ან ცუდად დაბლენდერებული, არის წვრილად დაჭრილი. ჩავყრი ახლა მას. სტაფილოსაც უცებ დავაჩოფერებ და ბულგაროსაც, რადგან დიდად ეგეც არ მოწონს გიგას რომ მოყვება და მაინც წუთის ამბავია. თქვენ თუ გინდათ არ დააჩოფეროთ. კი ასე ბევრად უკეთესია. სტაფილოს დაისთვის ჯერ არ გამომიყენებია, რადგან ეს არ მაქვს დიდი ხნის ნაყიდი. აი ნახეთ როგორ დაჭრა. აი ძალიან კარგი რამეა. ჩავამატებ ცოტა ტომატს. ბევრს არ ავიღო. არ მიყვარს ძალიან ტომატიანი. გადავთუშავ ახლა კარგად. მინდა. პამიდორსაც კანს გავაცლი. ჭურჭელი არ შეიმჩნიოთ, თუ ხედავთ, ძალიან ბევრი დამიგროვდა. ჯერ იმისთვის არ მომიცლია, რომ დავრეცხო. ასე ადვილად ეცლება კანი ძალიან. სტაფილოს და ბულგაროსაც ჩაუშვებ. გადავაცხელებ.
ცოტა წვენი გამოუწურეთ პომიდორს და ეხლა ჩავამატებ ამასაც. ჩავაყრი ეხლა სულ ცოტა არ მიყვარს ესეთი საქმე, სადაც ხედავ ოდნავ ზედმეტს ან სისველეს ან რამეს. ჩავამატებ ახლა ცოტა პირპილს, ეს რადგან მწარეა, ბევრს არ უშვები და თუ მეტი მოუნდება თვითონ ჩავამატებს მერე. ჩავამატებ მარილს. სვანურ მარილსაც მარილი რომ აქვს, ბევრს არ უყრი. ნახავ მერე როგორია. ჩავყრი ამ ხორცსაც. ნახეთ რამდენი ჭურჭელი დამიგროვდა. ცოტა გადაიხრაკოს და მერე სულ ცოტა წყალსაც ჩავამატებ. რადგან ცოტა წვნიანი გამოვიდეს. კარგად გადაიხრაკოს პომიდორი და მერე პარალელურად ჭურჭელსაც დავრეცხავ, თორემ ძალიან ბევრი დამიგროვდა. ხორცი რომ მოხარშულია, უცებ გაკეთდება. წონილი თუ ბევრი გიყვართ, ბევრი გავუკეთეთ. მე არ მიყვარს და გააჩნია კერძებს. ამიტომ არ ვუკეთებ ბევრს. ჩავამატებ ახლა სვანურ მარილსაც. ხორცი ხდება, ხმელქილსაც. ცოტას. აქტიურად წყალი არც უნდა, მაგრამ რადგან შემეუღლეს ცოტა წვნიანი უყვარს, ამიტომ ვამატებ ცხელ წყალს, სულ ცოტას, აი ნახევარჭიქას. კარგად დავადუღებ ახლა. წონილსაც დავაკრი, პარალელურად ჭურჭელსაც ვრეცხავ, იმდენი დამიქროვდა, რომ თან გავრეცხო თორე.
მწვანილი ვისაც გიყვართ ბევრი არა წეს მე უბრალოდ არ გვიყვარს ჩვენ ასეთ საჭმელში ხორცი უფრო მეტი უნდა ჩანდეს ვიდრე მწვანილი ხორციან საჭმელში ჩვენთან ასე გვირჩევნია და ამიტომ თორე მწვანილი ყველა საჭმელს უხდება ესე აი ცოტასაც ჩავადუღებ და მორჩა სულ ოდნავ მარილის საჭიროებს დამატებას ასო კერძიც მზადაა რამდენი დავრეცხე ჭურჭელი და კიდე რამდენი მარო ითუმეტეს წუხელ ერთი თებში წადამიტევია და ერთი ჭამს всё სად არის გაჩვენებთ ახლა ძალიან გემრიელი სუნი ტრიალებს და ძალიან გემრიელი არის ჩიჟიბიჟის ვარიანტია ოღონდ ხორცით აი როგორ გადავიღო ახლა ლამაზად რომ გაჩვენოთ აი თეფსი აღარ გადმოვიღებ გაჩვენებთ მთლიანად აი ძალიან გემრიელია სუნით ძალიან არომატულია მოვამთავრე მეგობრებო საჭმელი დილისაც და შვადრისაც ძალიან გემრიელი გამოვიდა ხორცი ოღონდ მართლა თან პამიდორიც აღარ გაგუჭდება თან საჭმელიც მზად მექნება ძალიან გემრიელია დღეს რაც მოვიტანე აბა პიშკები და ხორცი თქვენამდე დილის ვიდეო ასე დავრჩი აკრული თმებით მაგრამ არა უშავს ზოგჯერ ასეც უფრო ბუნებრივი და ლამაზია რა თქმა უნდა მე სხვა ვიდეოთი მოვალ და ასე არ მიქნე კარგით მეგობრებო დაგემშვიდობებით ახლა ხალისიან და წარმატებულ და ბედნიერ დღეს გისურვებთ დღეს ხო უნდა მეთქვა კარგად ვარ ძალიან კარგად ვარ გუშინ და გუშინ წინ ბევრმა თქვა რომ ასე ვიყავი და რაღაც რადიაციული იყო ეთყობა არ ვიცი მარტო მე არ ყოფილა ყოველ შემთხვევაში ასე და დღეს ძალიან კარგად ვარ და აღარ დამჭირდება მე მგონი კოფეინის დალევა დროებით აბა მეგობრებო საღამოს ისევ მოვალ